თეთრ სახლში დიდი ხნის ნანატრის შეხვედრა, რომელიც აჩვენებს პოლიტიკურ ურთიერთობებში ცვლილებებს შეერთებულ შტატებსა და ერაყს შორის. პრეზიდენტმა ტრამპმა თბილად მიიღო ერაყის პრემიერ-მინისტრი ალი ალ-ზაიდი ვაშინგტონში. ეს შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც ტრამპმა მხარი დაუჭირა ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ბიზნესმენი იყო და პოლიტიკაში გამოცდილება არ ჰქონდა. ალ-ზაიდი ცდილობს გააძლიეროს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და უზრუნველყოს ამერიკული ინვესტიციები ერაყის ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკის სექტორებში. მოусმინეთ ბაღდადო. მე ვფიქრობ და მე და ეს ქვეყანა ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ. ბოლო 4 თუ 5 წლის განმავლობაში სინა ადმინისტრაციასთან ბევრი ურთიერთობა არ გქონია. ერაყს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, მათი ნავთობისა და სხვა მიზეზების გამო, მაგრამ განსაკუთრებით ნავთობის გამო. და ჩვენ ბევრ შეთანხმებას გავაფორმებთ. ჩვენ ორივე ქვეყნისთვის ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნით და ჩვენ ბევრ ნავთობს გამოვიტანთ, ბევრი ნავთობი გამოდის და ამას ამერიკული კომპანიები აკეთებენ. ეხლა ძირითადად ამერიკული კომპანიებია, მათ არ სურთ სხვებთან ბიზნესის კეთება. ისინი ამერიკასთან ბიზნესის კეთება სურთ და ეს კარგია. და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ასე მტკიცედ მჯეროდა, რომ ეს შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა და ამისთვის ვიბრძოლე. ეს შეხვედრა ირანის ომის ჩრდილში ტარდება, რადგან ერაყი ზეწოლის ქვეშაა, რომ ქვეყანაში მოქმედი ირანის მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების ქსელი განაიარაღოს. ერაყის მთავრობამ არასახელმწიფო შეიარაღებულ ჯგუფებს განაიარაღებისთვის სექტემბრის ბოლომდე მისცა ვადა, მაგრამ ყველაზე ძლიერმა დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ ამის გაკეთებას არ აპირებენ. ალ-ზაიდიმ ტრამპს უთხრა, რომ ერაყმა როგორც ოპეკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი რესურსებიდან სამართლიანი წილი უნდა მიიღოს. მან ასევე გაუსვა ხაზი ერაყის ხანგრძლივ ბრძოლას ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებთან. აღნიშნა, რომ კონფლიქტმა მაღალი ხარჯები და ფართომასშტაბიანი ზიანი გამოიწვია. ჩვენ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა ვართ. ჩვენ ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც დააარსა ოპეკი. მაგრამ ჩვენი და განსაკუთრებით ეგვიპტის ოპეკის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება, რომ ერაყს სამართლიანი წილი კონდეს. ერაყმა იბრძოლა ISIS-ის წინააღმდეგ ერაყმა იბრძოლა ISIS-თან. და ტერორიზმის წინააღმდეგ. და საერთოდ ტერორიზმის წინააღმდეგ. და გაეროს მხარდაჭერით. და ეს ომი ISIS-თან. ეს ბრძოლა ISIS-თან დაჯდა. ჩვენ უზარმაზარი თანხები. და გაანადგურა ინფრასტრუქტურა. ორივე ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ერაყში დარჩენილი ამერიკული ძალები სექტემბრის ბოლომდე სრულად გაიყვანება. აშშ-მ 2003 წელს სამხედრო შეჭრა განახორციელა ქვეყანაში, რამაც სადამ ჰუსეინის დამარცხება გამოიწვია. ამერიკელები ერაყიდან 2011 წელს გავიდნენ, მაგრამ 3 წლის შემდეგ დაბრუნდნენ, რათა დაეხმარონ მას ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაში. მიჩნეულია, რომ ქვეყანაში 2000-ზე ნაკლები ამერიკელი ჯარისკაცი დარჩა. ეხლა ჩვენთან ერთად არის ჰამიდ ალ-შარიფი, ყოფილი ერაყელი დიპლომატი, რომელიც ლონდონიდან გვერდება. ჰამიდ, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით 24 News English-ის ეთერში. როგორც ჩანს, ორივე ლიდერის თქმით, ამერიკელი ლიდერები ტოვებენ ქვეყანას, მაშინ როცა ამერიკული ნავთობის კომპანიები შემოდიან. შეიძლება კი ეკონომიკურმა გავლენამ ნამდვილად ჩაანაცვლოს ის ბერკეტი, რომელსაც ვაშინგტონი კარგავს ჯარების გაყვანით. რა შეიძლება მოხდეს 30 სექტემბერს ამ გაყვანის თარიღზე? ბატონ ალ-ზაიდის ახალ პრემიერ-მინისტრს თუ დაუჯერებთ, მან თქვა, რომ ეს ერთგვარი საბოლოო ვადაა. 30 სექტემბერი ჩვენ აღარ ვიხილავთ მილიციებს, აღარ ვიხილავთ შეიარაღებულ ძალებს ერაყში, არამედ მხოლოდ მთავრობას. ასე რომ ეს დაგვპირდა მან. ასე რომ ჩვენ ველოდებით ამის ნახვას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მილიციის მხრიდან არის ნიშნები, რომ მათ თავიანთი იარაღი მთავრობას გადასცეს, ეს ძალიან ცოტაა. და ის ებრძვის კორუფციას, რაც ისევ ძალიან ცოტაა. ის ებრძვის ერაყის მცირე კორუმპირებულ ნაწილს. ის ტოვებს დიდ კორუმპირებულ ადამიანებს და მთავრობას, რადგან ისინი ამ დროს თავად მთავრობა არიან. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ მას ბევრი მანევრის საშუალება აქვს. ამ ფრაქციების უმეტესობას მილიციებს ხავთ მინისტრები მის მთავრობაში. ასე რომ, რაც მან პრეზიდენტ ტრამპს დაპირდა, ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამის მიღწევას ან განხორციელებას. მაგალითად, დღეს, მხოლოდ დღეს, მან გამოაცხადა, ან ერაყის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი აპირებენ გაყინონ ლიბანის ჰეზბოლას აქტივები ერაყში. იგივე წესები შემოვიდა გასულ წელს ალ-სუდანის მთავრობის დროს, მაგრამ მათ არ განახორციელეს ეს. თქვენს რომ ეს შეცდომით მოხდა, ასე რომ ისინი იმავეს იმეორებენ, იმედია ამჯერად ეს არ იქნება შეცდომა. იმედია ამჯერად ჩვენ ვიხილავთ მისტერ ალ-ზაიდის მიღწევას, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ხშირად აქებდა.
ასე რომ მართლაც ერაყელები ამ მთავრობის ძალიან დიდი იმედი აქვთ, რადგან პრეზიდენტი ტრამპი მას აქებს. თუ ის აგრძელებს სანქციების დაწესებას ან ლიბანური ჰეზბოლას მიმართ სანქციების დაწესების შესახებ ცნობებს, ნიშნავს ეს იმას, რომ ალ-ზაიდი უსმენს ვაშინგტონს, უსმენს პრეზიდენტ ტრამპს და მუშაობს მათი მოთხოვნების შესრულებაზე. ჯერჯერობით 100. მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ, რადგან ბევრი მთავრობის მეთაური ჩავიდა ვაშინგტონში და დაჰპირდა. მაგრამ როცა უკან ბრუნდებიან, ხედავენ, რომ ამერიკელებისგან რეალური მხარდაჭერა არ არის. მაინც ერაყში სიტუაციას ირანი აკონტროლებს. და ეხლა ირანი სუსტია, ბევრად უფრო სუსტი ვიდრე ადრე. ამიტომ ველოდებით ნახოთ შეძლებს თუ არა ალი-ზაიდი გათავისუფლებას ირანის გავლენისგან ერაყში. თუ ის გათავისუფლდება ამ გავლენისგან, დარწმუნებული ვარ, ბევრს მისცემს ქვეყანას და მთელ მსოფლიოს. დიახ, ამას ვიმედოვნებთ, ამას ველოდებით. ამიტომ ფიქრობ, რომ ის რაღაცას გააკეთებს, განსაკუთრებით დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტ ტრამპთან. ამიტომ ის ბევრს დაპირდება მას. ასევე ეცდება პრეზიდენტ ტრამპისგან მიიღოს დაპირება, რომ ის მას ძლიერად დაუჭერს მხარს. ჩვენ ბევრი მხარდაჭერა გვჭირდება ამერიკული მხრიდან, რომ ირანული გავლენა ერაყში მოვიშოროთ. რა ტიპის მხარდაჭერა გჭირდებათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაახლოებით 2000 აშშ-ის პერსონალი, რომლებიც იქ იყვნენ განთავსებული, აპირებენ ერაყის დატოვებას. თუ ეს არ არის ამერიკული ძალები, კიდევ რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლება დასჭირდეს ერაყის მთავრობას? არა, ამერიკული ძალები ერაყში ბოლო 23 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ და ირანელები მართავენ ქვეყანას. ასე რომ საქმე ძალებში არ არის, ძალა არ აპირებს შარევას. მაგრამ ამჯერად სიტუაცია შეიცვალა. ასე რომ პოლიტიკური მხარდაჭერა რა თქმა უნდა და სხვა მხარდაჭერა, როგორიცაა საიდუმლო სამსახურების დახმარება, გავლენა, ბევრი რამ, რისი მიწოდებაც ამერიკულ მხარეს შეუძლია ერაყისთვის, რათა ერაყი გათავისუფლდეს გავლენისგან. განსაკუთრებით, როგორც უკვე ვთქვი, ირანის რეჟიმი ეხლა ძალიან სუსტია. ასე რომ იმედია შედეგს ვიხილავთ. რა შეიძლება ითქვას ეკონომიკურ მხარდაჭერაზე? ზოგიერთი ამ ამერიკული ნავთობის კომპანია, ზოგიერთი სავაჭრო შეთანხმება, რაზეც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობდა. შეიძლება თუ არა, ამან რეალური ცვლილება შეიტანოს თავად ერაყშიც. ფული ყველაფერს წვეთს. დიახ. დიახ, აბსოლუტურად. გასული წლის აპრილიდან, 2025 წლიდან ამერიკამ გაგზავნა დაახლოებით 100 წარმომადგენელი ამერიკის 60 წამყვანი კომპანიისგან, ძალიან დიდი ამერიკული კომპანიებიდან. სინამდვილეში მათ ხელშეკრულებები გააფორმეს ალ-სუდანის მთავრობის დროს, მაგრამ ჯერ არ დაუწყიათ. ისინი ვერ დაიწყებენ, როცა მილიცია აკონტროლებს სიტუაციას. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაიწყებენ მუშაობას, რადგან ამ დიდი კომპანიების დაწყება ნიშნავს მეტი ნავთობის წარმოებას და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბევრ რამეს ისინი მიაწვდიან ერაყის მხარეს. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ირანის გავლენა ქვეყნიდან გასულია. ასე რომ ამას ველოდებით. დიახ, რა თქმა უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ვადა 30 სექტემბერია, რა მოხდება ზუსტად მომდევნო რამდენიმე თვეში. ჰამიდ ალ-შარიფი, ყოველთვის სასიამოვნოა თქვენთან საუბარი. დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარეთ თქვენი ხედვა ერაყში მიმდინარე მოვლენებზე. მადლობა. დიდი მადლობა, ფარიდ.